ადამიანს გონია რომ ლოცვა არის, როცა რაღაცა უნდა სთხოვო ღმერთს. აი მე რაღაცას ვთხოვ ღმერთს. ღმერთო, კარგად მომყოფე, ჩემი ახლობელი კარგად. მადლობა ღმერთო, ესეც კარგია. მაგრამ მადლობა ღმერთო, რომ მაცხოვნებელი არ არის, გახსოვთ მეზორესა და ფარისევლის სიკავე. ფარისეველი ასაკეთებდა. მადლობა ღმერთო ყველა იმ სიკეთისათვის, რაც მე მაქვს, რასაც მე ვაკეთებ და მადლობა რომ კიდე ეგეთი ნაზირალა არა ვარ, მეზორესკენ გაიშვირა ხელი. სულ მადლობას ეუბნებოდა ღმერთს, მაგრამ არ შეიწირა ღმერთმა მისი ლოცვა. და როცა ადამიანს გონია რომ ლოცვა არის მარტო რომ უნდა ევედრო, მადლობა უნდა უთხრა და მადლიერი იყო. დიდებულია ეს. სამივე დიდებულია. საქება ღმერთის ყოფიერება რო გიხარია და რო აქებ და ადიდებ ღმერთს, ხო? აი ეს ყველაფერი დიდებულია. და ადამიანი ფიქრობს რომ ნუ დღეში ერთი 10 ჯერ თქვი ეს, დილას აღამოში 8 დღისას. შეიძლება მუდმივად. რა ვერ გავაგებინე ღმერთს თუ რა? საქმე იმაშია რომ ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ არის კიდევ ერთი უნიშნელოვანესი. მუდმივი კავშირი ღმერთთან. იმიტომ ამბობს პავლე მოციქული მოუკლებლივი ლოცვით. მუდმივი კავშირი. იმიტომ რომ ვადიდე ღმერთი და ვადიდე და შუაში რა ვაკეთო? დილას ვადიდე, შუა დღისას და საღამოს და შუა პერიოდში რა ვაკეთო? თუ ღმერთთან კავშირი არ მაქვს, ჩემი გული ხო დაუცველი ხდება? როცა უნდა მაშინ შემოვა ეშმაკი, რომელიც საკუთარ სახლად მთლის. იმიტომ რას ნიშნავს ღმერთთან მოუკლებელი კავშირი? ეს ნიშნავს, რომ მე მას მუდამ გულს უხსნით, ჩემთან იყავი უფალო. ეს ჩემი თავისუფალი არჩევანია. და როცა ადამიანი მიხვდება იმას, რომ ღმერთის მასში მყოფობა სუნთქვასავით უნდა იყოს, აბა რო ამბობენ, მე-4 საუკუნეში ამბობდა გრიგოლ ღვთისმეტყველი. სუნთქვაზე უფრო ხშირი უნდა იყოს ღვთის სახელის მოხსენება.